საღამომშვიდობისა ეთერშია გადაცემა ევროპული არჩევანი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი პროექტი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღო. დღეს ჩვენ კონკურენციის სფეროზე ვისაუბრებთ. ამ სფეროს დახვეწა იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებები დაწყებულიყო. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა დასკვნა, რომელშიც შეფასებულია თუ როგორ სრულდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. დღეს ჩვენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს კონკურენციის პოლიტიკას გამოვყოფთ. მოქმედი კანონმდებლობა და ახალი კანონპროექტი. ხდება თუ არა ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, არსებობს თუ არა კარტელური გარიგებები. რა შედეგები მოიტანა რეორგანიზებულმა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. რა შესრულდა და რა ვერ შესრულდა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებებიდან. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს. დატო ურჯუმელაშვილი, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ნათია სამუშია, პრემიერის მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენელი, კახა კოხრეიძე, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, შოთა მურღულია, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით ნარმანია, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი, გიორგი პერტაია, ბიზნეს ომბუდსმენი, ნათია კუტივაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი, ეკონომიკის დოქტორი, მანანა შურღულაია, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის დირექტორი. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ძალიან ფართო თემაა კონკურენციის პოლიტიკა და მოდი დავიწყოთ საუბარი კანონმდებლობით. მე მინდა ბატონ შოთა მურღულიას დაუსვა პირველი შეკითხვა. ბატონ შოთა, რა მდგომარეობა გვაქვს დღეს კანონმდებლობის მხრივ? მე ვიცი რომ პარლამენტში შესულია კანონპროექტი და ყველა ელოდება მის დამტკიცებას. რას გვაძლევს ამ რა მდგომარეობა გვექნება ამ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ? მოგესალმებით. პირველ რიგში დღეს მოქმედი კანონმდებლობის ნაკლოვანებებზე მე მგონი თქვათ ყურადღების გამახვილება არ გეს, იმიტომ რომ აქ წარმოდგენილი ადამიანების უმეტესობა კარგად მოიხსენებეს, თუმცა ვიტყვი, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით არეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები კონკურენციის სფეროში, როგორიც არის დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება, როგორიც არის კარტელური გარიგებები, როგორიც არის საწარმოთა კონცენტრაცია, ანუ შერწყმის საკითხები, რომლებიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კონკურენციის პოლიტიკის. თუმცა ამაზე სტრატეგიის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ნაკლოვანებები არსებობს დღეს მოქმედ კანონმდებლობაში და ამ ხარვეზების აღქმა მოხდება ახალი კანონპროექტით. ამით ეს საკითხები რეგულირდება. ვთქვათ, რომ აქვს მას დადებითი და დადებითი ძირითადად არის, რომ ეს საკითხები უკვე განხილვისაგანი არის ამ კანონმდებლობით, ანუ შემოდის ეს ტერმინები და შემოდის მათი განმარტება, რასაც იგივე თქვათ ევროკომისიის წარმომადგენლობაც დადებითად აფასდებს, იმიტომ რომ დღეს არსებულ კანონს ნამდვილად ჯობია ეს კანონპროექტი, თუმცა სხვადასხვა კვლევებით, მათ შორის ექსპერტებიც ბევრ ხარვეს ასახელებენ, რომელიც იგივე წარმოდგენილ კანონპროექტს გააჩნია. ანუ ამით არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უარესია ვიდრე დღეს არსებული, ნამდვილად წინ გადადგმული არის. მოდით გვითხარით, რა არის ეს ხარვეზები, რომ შემდეგ აქეთ ამ ხარესაც გქონდეს საშუალება, რომ უპასუხოს ამ. ნუ ხარვეზები შეგვიძლია დავაჯგუფოთ და ვთქვათ, რომ ეს არის ერთი მხრივ, ვთქვათ, მთავრობის ძალიან დიდი როლი კონკურენციის პოლიტიკაში. ნუ რა თქმა უნდა, მთავრობას უნდა გქონდეს და უნდა გააჩნდეს თავისი ბერკეტები, თუმცა ყველგან აღიარებულია, რომ დამოუკიდებელი სააგენტო რაღაც ნაწილობრივ გადაწყვეტილების მიღებებში უნდა იყოს დამოუკიდებელი. დღეს წარმოდგენილი კანონპროექტით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არის სასამართლოზე გადაცემული, თუმცა აქვე უნდა თქვა, რომ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც ეს ხდება, სასამართლოს მიერ ხდება გადაწყვეტილება, თუმცა არა უმეტესობაში. უმეტესობა ქვეყანაში თვითონ სააგენტო არის გადაწყვეტილების სააგენტო ახალი სახით, რომელიც შეიქმნა, ძალიან შეზღუდულია თავის უფლებამოსილებით. ნუ აქ თუ ჩამოთვლით, ვიტყვით, რომ იგივე პრიორიტეტებს განსაზღვრავს მთავრობა, ანუ რა მიმართულებითაც უნდა იმუშაოს სააგენტომ ამ კონკურენციის პოლიტიკაზე მაქვს საუბარი და არა სახელმწიფო შესყიდვებზე. გამონაკლისებს თუ რას არ შეეხება ეს კანონმდებლობა განსაზღვრავს მთავრობა. უნდა აღვნიშნო, რომ ბევრ ქვეყანაშია ეს მიღებული, თუმცა ევროკავშირში არსებობს ერთიანი რეგულაცია, რომელიც ადგილობრივ კანონმდებლობაზე მაღლა დგას და რიგი გამონაკლისები განისაზღვრება ზუსტად რეგულაციით. გასაგებია, სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, ბატონ ტატო, აი თქვენ რა სიტყვით, რა პოზიცია გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ითქვა, რომ შეზღუდულია მეტისმეტად თქვენი სააგენტოს უფლებამოსილებები? ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგას. სააგენტოს როლი საკმაოდ გამოკვეთილია და დიდი ფუნქციები აკისრია. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო საერთაშორისო პრაქტიკაზე და რეალურად
მსგავსი ფუნქციები, რაც სააგენტოს გააჩნია, ნებისმიერი ქვეყნის სააგენტოს არ მგონიან მეტი გააჩნდეს. ყველა სტრუქტურა თუ ადამიანი რაღაცა გარემოებებზე, კანონზე ან სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ასევე საქართველოს შემთხვევაში სააგენტო ფინანსურად რეალურად დამოუკიდებელია, ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ მთავრობას და რა თქმა უნდა მისი ფუნქციები გაწერილია კანონით და შესაბამისად ექვემდებარება. აი შეგიძლიათ გითხრათ რა არის ის მთავარი ფუნქცია, რაც აქვს თქვენს სააგენტოს? ვთქვათ, სანქციების დაწესების დროს რამდენად ხელები აქვს გახსნილი თქვენს სააგენტოს და ასე შემდეგ. აი მთავარი მომენტები რო გითხრათ, რეორგანიზაციის შემდეგ რა შეიცვალა, ანუ ერთი სიტყვით. პირველ რიგში სააგენტოს დაემატა ფუნქცია განიხილოს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტები და შესაბამისი ფაქტების დადგენისას საქმე გადასცეს სასამართლოს. იცით როგორ არის რეალურად ის გარემოება, რომ სააგენტო მიმართავს სასამართლოს, არ გონია რაიმე შემზღუდავი გარემოება იყოს, პირიქით ეს გვიცავს ნაჩქარევი და ზოგჯერ გარკვეული გარემოებებით გამოწვეული გადაწყვეტილებების მიღებისგან. მაშინ, როდესაც სასამართლო მეუკერძოებელი და ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას. მე არ მინდა ჯერ ვისაუბროთ დომინანტურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე კომპონენტია. მოდი კანონმდებლობა ასე თუ ისე ამოვწუროთ, ქალბატონ ნათია, მე რამდენად ვიცით, თქვენი ორგანიზაციაც მუშაობს კანონმდებლობის საკითხებზე. თქვენ რა შეფასებას ამზადებთ ამასთან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა ახალ კანონმდებლობაზე, ნუ ძველზე აღარ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად შეიცვალა იქ რაღაცა. და შევნიშნო, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში საბაზრო კონკურენციის კვლევის პროექტის ფარგლებში ახორციელებს საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის რეფორმის პროცესის მონიტორინგს. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენს მიერ შეფასებული იქნა ახლახან შემუშავებული კანონპროექტი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ და წარმოადგინეთ კონკრეტული რეკომენდაციები ამ პროექტის გაუმჯობესების და ზოგადად საქართველოში ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის შემუშავების მიმართებით. როგორც ვიცით, საქართველოში 2005 წლიდან გაუქმდა კონკურენციის პოლიტიკის არსებობისათვის აუცილებელი საბაზისო რეგულაციები, როგორიცაა ის ძირითადი პრინციპები, დეფინიციები, პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ კანონმდებლობის აღსრულებას. ამდენად ამ რეგულაციების შემოტანა ქართულ კანონმდებლობაში შეიძლება შეფასდეს როგორც ეკონომიკური რეფორმების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი. ამავე დროს შევნიშნოთ, რომ ამ პროექტში არსებობენ რიგი ხარვეზები, რომლებმაც ხელი შეიძლება შეუშალონ კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა იყო კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის სააგენტოსა და სახელმწიფო შეზღუდვების სააგენტოების გაერთიანება. და ერთიანი სააგენტოს მიერ როგორც თავისუფალი შეზღუდვების პროცესის ზედამხედველობა და მონიტორინგი, ასევე კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებისათვის ზედამხედველობის დაკისრება. ჩვენი მოსაზრებით ეს სამი ფუნქცია თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობა, სახელმწიფო შეზღუდვების პროცესის კოორდინაცია და სახელმწიფო შეზღუდვების პროცესის მონიტორინგი განსხვავებულია თავისი არსით. ამდენად მათი გაერთიანება და ერთი სააგენტოსთვის დაკისრება ვერ შეუწყობს ხელს პროცესის ეფექტიან მონიტორინგს და კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიან აღსრულებას. ჩვენი მეორე შენიშვნა შეეხებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლისებს. კერძოდ, კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდავი ხელშეკრულებების კლასიფიკაციას და ის ზღვრები, რომლებიც შემოთავაზებულია კანონმდებლობით, მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო გამოცდილებით გათვალისწინებულ ზღვარს, კერძოდ კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში კანონი აწესებს არაუმეტეს 25%-იან ზღვარს იმისათვის, რათა ხელშეკრულება ჩაითვალოს უმნიშვნელოდ კონკურენციის მიზნებისათვის კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდავ ხელშეკრულებად. მაშინ, როდესაც ევროკავშირის კანონმდებლობით დაწესებულია არაუმეტეს 10%-იანი ზღვარი. რაც შეეხება არაკონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ ხელშეკრულებას, როგორც არის ვერტიკალური ხელშეკრულებები, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს არაუმეტეს 40%-იან ზღვარს, მაშინ, როდესაც ევროკავშირის კანონმდებლობა ითვალისწინებს არაუმეტეს 15%-იან ზღვარს. ამდენად ჩვენი მომდევნო რეკომენდაცია შეეხება ამ ხელშეკრულების კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდავი ხელშეკრულებების გამსაზღვრელი ზღვრების დაწევას. აგრეთვე კიდევ ერთი რეკომენდაციის შედეგად ჩვენ ვთვლით, რომ
კანონმდებლობით გათვალისწინებულია განისაზღვროს ის პრიორიტეტული სექტორები, რომლებზეც შეიძლება დაიშვას დომინირებული პოზიციის გამსაზღვრო ზღვარზე უფრო მაღალი ზღვარი. საერთაშორისო გამჭვირვალობის რეკომენდაცია, რომ დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრულ ზღვარზე უფრო მაღალი ზღვრის დაშვება არ უნდა ქმნიდეს იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამისი პროდუქციის მიმართ კონკრეტული ეკონომიკური სეგმენტის შემთხვევაში საერთოდ გამოირიცხოს კონკურენცია. გასაგებია, მე მინდა შეკითხვა დაუსვა ქალბატონ მანანას, იმიტომ რომ ისიც წარმოადგენს სააგენტოს. ერთი მხრივ საუბრობთ რეორგანიზაციაზე და წინსვლაზე, მაგრამ მეორე მხრივ თუ მე შემეშლება რამე გამისწორეთ. დაფინანსებაც და საკადრო პოლიტიკაც არის შემცირებული, ხო არ ვწდები ამაში. ასე, ანუ ეს როგორ უწყობს ხელს იმას, როდესაც ფუნქციები გემატებათ და ამ დროს დაფინანსება გიმცირდება და ხალხის რაოდენობა როგორ გაართმევთ ამ ყველაფერს თავს? ვერ დაგეთანხმებით, რომ ხალხის რაოდენობა მცირდება, გაერთიანების შედეგად საგრძნობლად გაიზარდა საშტატო ნუსხა, უკვე გაერთიანებული სააგენტოსი. 59 თანამშრომელი გვყავს დღეს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სააგენტომ განახორციელოს თავისი ფუნქციები, როგორც სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის კუთხით, ასევე კონკურენციის კუთხით. რაც შეეხება დაფინანსებას, მინდა გითხრათ, რომ სააგენტოს აქვს ასევე საკუთარი შემოსავლები. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, შეიძლება ეს ყოველთვის სადაო გახდეს, თუ რამდენი დაფინანსებით შეძლებს სააგენტო თავისი ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას და არანაირი თანხა შეიძლება ამისთვის საკმარისი არ იყოს, ვინაიდან საერთოდ კონკურენციის კუთხით კვლევების განხორციელება დაკავშირებულია როგორც ძალიან დიდ ადამიანურ რესურსთან, ასევე ფინანსურ რესურსთან, ამიტომ ჩვენ იმედოვნებთ, რომ ის სახსრები, რაც მობილიზებულია ამ კუთხით, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, საკმარისი იქნება ამ ფუნქციების განსახორციელებლად. მე მინდა რამოდენიმე კომენტარი გავაკეთო კიდევ თუ შეიძლება კანონ პროექტის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე. პირველი ეს იყო გაერთიანების როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ასევე კონკურენციის სააგენტოს გაერთიანების არაეფექტურობასთან გამოთქმული შენიშვნა. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ძირითადი ფუნქცია არის სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, რაც გულისხმობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კონკურენციის მაქსიმალურ ხელშეწყობას, ასევე სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებულ ბაზარზე გარკვეული ადმინისტრაციული ბარიერების დაუშვებლობას და არადისკრიმინაციული და სამართლიანი მიდგომის დაცვას. ეს არის როგორც სახელმწიფო შესყიდვების, ასევე კონკურენციის რეგულირების მთავარი პრინციპი, ანუ ამ ორ სააგენტოს აქვს ერთიანი მთავარი, ასე ვთქვათ, მიზანი, ეს არის კონკურენციის ხელშეწყობა და არადისკრიმინაციულობის დაუშვებლობა. ამდენად ამ სააგენტოების გაერთიანება პირიქით უფრო ხელს შეუწყობს მათ ეფექტურად და ეფექტიანად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. რაც შეეხება მთავრობის როლს, გაზრდილ როლს კონკურენციის პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით, უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ რიგში გამონაკლისები ყველა ქვეყანაში დგინდება კანონქვემდებარე აქტებით. ჩვენ შემთხვევაში ამას ეს კანონქვემდებარე აქტები იქნება მთავრობის დადგენილება და მთავრობა მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას. მოდი აი განსაზღვროთ ეს გამონაკლისები რას გულისხმობს, იმიტომ რომ მაყურებელმაც უნდა გაიგოს ეს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ გამონაკლისები არ გულისხმობს რაიმე სექტორის გამორიცხვას კონკურენციის რეგულირებიდან. მაგალითით რო ვისაუბროთ, ხო რომ მაყურებლისთვის იყოს გასაგები. ეს არის აბსოლუტურად შესაბამისი ევროკავშირის რეგულაციასთან, რომელიც ითვალისწინებს ასევე გამონაკლისებს კონკურენციის შემსხუდავი ხელშეკრულებებიდან, ასევე ცალკეული ეკონომიკურ აგენტებს შორის გადაწყვეტილებებიდან და ქმედებებიდან. ეს არის აბსოლუტურად შესაბამისობაში ევროკავშირის რეგულაციასთან და კონკრეტულად რა გამონაკლისები დადგინდება, ეს ჯერჯერობით არ ვიცი, დამუშავების პროცესშია და შემდგომ მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას მთავრობა. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში ესეთ გამონაკლისებს წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგალითად და ასე შემდგომ სხვადასხვა სფეროები. კარგი, გასაგებია, მე ბატონ კახას მინდა დაუსვა შეკითხვა. ბატონ კახა, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ აი კონკურენციის შეზღუდვა არ ხდებოდეს, ხო, ბაზარზე და რამდენად რთული სიტუაცია გვაქვს ამ მხრივ ქართულ ბაზარზე?
მოგესალმებით, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ვიდრე მაგ შეკითხვას გავცემ პასუხს, ზოგადად ვიტყვი, რომ ამგვარი კანონმდებლობის არსებობა არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. ანტიტრასტული კანონმდებლობა მაგალითად შეერთებულ შტატებში არსებობს გასული არა უпростоრად 2 საუკუნის წინანდელი პერიოდიდან ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ევროკავშირის დონეზე, ასე რომ ჩვენთანაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს, თუმცა რა ფორმით იქნება ეს განხორციელებული და პრაქტიკაში რა შედეგებს მოიტანს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას რატო უსვამ ხაზს? საუბრობთ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობაზე და კონკურენციაზე და უქმნით რაღაც უпростоრად არის სააგენტო, რომელსაც დამატებით ფუნქციები ენიჭება. თუმცა დამოუკიდებლობის ხარისხი აქ გარკვეულწილად საკითხია, მაგრამ ეს ხდება საქართველოში, სადაც სხვა მიმართულებებითაც გარკვეული პრობლემები არსებობს. მაგალითად გულისხმობ კანონის უზენაესობის თემატიკას, კანონის წინაშე თანასწორობის, მართლმსაჯულების გამჭვირვალობის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ბატონმაც ახსენა, როდესაც გამოვლინდება რაიმე თემა, ამა თუ იმ მიმართულებით პრობლემა ბუნებრივია მათ უნდა მიმართონ სასამართლოს, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ამიტომ ეს კომპლექსური თემაა, რამდენად ეს პრაქტიკაში იმუშავებს. ჩვენ წარმოვადგენთ მცირე და საშუალო ბიზნესს. ზოგადად ბიზნესის დამოკიდებულება ამგვარი კანონმდებლობის მიმართ იყოფა. რომ მსხვილი ბიზნესისთვის ეს ნაკლებად კომფორტულია. მცირე ბიზნესისთვის პირიქით უფრო საჭიროა, იმიტომ რომ მსხვილებმა ჭყალებში ვთქვათ არ ჩააყლაპონ ეს გარკვეული გარიგებებით მცირე მეწარმეები. თუმცა ამ ხრივ არ ჩვენ არა ვართ ერთ აზრზე. ანუ არ უნდა შეიქმნას ისეთი მონსტრი, რომელიც მცირე რო განვითარდება და მსხვილი გახდება, სადღაც მის განვითარებას შემდგომ შეაჩერებს და იქნება სერიოზული ტვირთი და ბარიერი ამ განხორციელების პროცესში. მონსტრი სააგენტოს სახით ამას გულისხმობს. თუნდაც ანუ აქ უნდა იყოს კანონმდებლობა ისე მკვეთრად გაწერილი, რეგულაციები ისე მკვეთრად ჩამოყალიბებული, რომ ამ მათი გამოყენება ბიზნესისთვის, თავისუფალი ბიზნესისთვის, თავისუფალი ვაჭრობისთვის არ იყოს ხელი შემშლელი, არ იყოს, ასე ვთქვათ, დამატებითი ბარიერი. მოდი აი ამ საკითხს შემოვიტან, მაშინ ნუ ექსპერტები ამაზე ამახვილებენ ყურადღებას, ერთი რომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ხდება და მეორე კარტელური გარიგებები ხდება, ხო? აი თქვენ რა შეგიძლიათ ამის შესახებ თქვათ? ეს ორივე მომენტი ქართულ ბაზარზე რამდენად, ასე ვთქვათ, გახშირებულია და შეგიძლიათ თუ არა მაგალითებით ისაუბროთ? იცით რა არის, ბუნებრივია ამგვარი ფაქტები იქნება და არის, რომ როდესაც განსაკუთრებით მსხვილ კომპანიებს შორის ხდება გარიგება და გარკვეული ერთიანი პოზიციების შექმნა თუნდაც ფასების წარმოქმნაზე, თუნდაც ხარისხის კონტროლზე და ასე შემდეგ. მე ხა არა ვარ არ გამომძიებელი ჟურნალისტი ან სხვა მაგრამ თქვენი ორგანიზაცია ხომ მუშაობს ამ საკითხზე? ჩვენ ბიზნესის წარმომადგენელი ვარ და ჩვენ ყოველთვის ხელს უწყობთ ბიზნესის განვითარებას და თუ რაიმე შემთხვევები არსებობს ამგვარი თუნდაც კომუნიკაციას კომპანიებს შორის და ამგვარი პრობლემების ამ კომუნიკაციის დარეგულირებას. მათ შორის მინდა გითხრათ, რომ ასეთი მიდგომა თუნდაც კანონმდებლობის დონეზე, ანუ ფედერალურ დონეზე ევროკავშირშიცაა განვითარებული. ანუ როდესაც პრობლემა წარმოიქმნება, თუ კი კომპანიები აღიარებენ ამას, რომ კი ეს პრობლემა რეალურია და კანონმდებლობა ამას გრძალავს, მაშინ ნაკლები პრობლემები, ნაკლები სანქციები მოყვება როგორც წესი ხოლმე ამგვარ მიდგომას. მაგრამ აქ საუბარი რაზეა, იცით, შეკითხვა ძალიან სენსიტიურია რა თვალსაზრისით. არის შესაძლოა იყოს რაღაც შემთხვევები, როდესაც ფაქტის ახეზეა პრობლემა. მაგრამ შესაძლოა კომპანიები ჩვეულებრივ სავაჭრო გარიგებით ურთიერთობებში ისე შევიდნენ, ისე განვითარდნენ, რომ მათ უნებლიეთ დაარღვიონ ამგვარი მოთხოვნები და რეგულაციები, რაც კანონმდებლობით შეიძლება არსებობდეს. ამიტომ ამის გამიჯვნა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა თვითონ ბიზნესისთვის. მეორე მხრივ დამოუკიდებლობის ხარისხი თვითონ სააგენტოს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბუნებრივია მთავრობის ფუნქციების სრული იგნორირება შეუძლებელია, მაგრამ სააგენტოს უნდა კონდეს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, რომ მან თუნდაც მწვავე ფაქტებზე, სადაც ჩართული იქნებიან მაგალითად თუნდაც მსხვილი წარმომადგენლები ბაზრის, მიიღოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილება. მაგალითად ახლა ევროკავშირის დონეზე მიიღეს სანქციები Unilever-ის და Procter & Gamble-ის წინააღმდეგ. იმიტომ რომ მოხდა გარკვეული კარტელური გარიგება და ფასების რეგულაცია. მოხდება თუ არა იგივე ჩვენთან თუ ანალოგიური რამე დაფიქსირდეს. ეს არის უკვე დამოუკიდებლობის ხარისხის თემა. კითხო აი დომინანტურ მდგომარეობაზე და კარტელურ გარიგებებზე რა მდგომარეობა გვაქვს ამ ხრივ, რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს და შემდეგ თქვენთან მექნება კიდევ შეკითხვა. პირველ რიგში მივესალმები მაყურებლებს და ძალიან პატარა განმარტებას გავაკეთებ. საქართველოს პატარა ბაზრის მქონე ქვეყანაა და პატარა ბაზარზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის პოლიტიკა, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის თავისთავად
ანტიკონკურენტული შეთანხმებები, შერწყმასთან და შეძენასთან დაკავშირებული საკითხები და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ჩვენმა ორგანიზაციამ შეისწავლა რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება, მათ შორის თქვათ ესტონეთის გამოცდილება, გერმანიის შეერთებული შტატების, სინგაპურის გამოცდილება. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო მაგალითი, რომ თქვათ თვით ისეთი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში წინა პლანზე მყოფი ქვეყნის, როგორიც არის სინგაპური, ხო? სინგაპური მეორე ადგილზე იყო 2000 წელს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, იქაც კი სამი მნიშვნელოვანი პრინციპი და მიმართულება რეგულირდება კონკურენციის შესახებ აქტით, რომელიც მიღებული იქნა 2007 წელს. ეს არის ანტიკონკურენტული გარიგებები, ანუ ისეთი გარიგებები, რომელმაც შეიძლება ბაზარზე შეზღუდოს კონკურენცია, რეგულირდება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, შერწყმასთან და შეძენასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ასევე ამცირებს კონკურენციას. რატომ არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ პატარა ბაზარზე, როცა შედარებით მსხვილი კომპანია შემოდის, ან თქვათ ამ პატარა ბაზარზე ორი კომპანიის გარიგება ხდება, ესეთ შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება მათ ბაზრის ცალკეული სეგმენტები დაიკავონ. ძალიან მარტივი თქვენ შეგიძლიათ აი ქართულ ბაზარზე რომ ისაუბროთ მაგალითად ხო აი მაგალითად ავიღოთ ნავთობის საკითხი ექსპერტები ამაზე ნუ კვლევაშიც ეს წერია ერთი რაც იწვევს ეჭვს ეს არის ნავთობი ბენზინი უბრალოდ და ფარმაცევტული ბაზარი ხო ამ შემთხვევაში თქვენ როგორც ადამიანი იკვლევთ ქართულ ეკონომიკას ხო რა მოსაზრებები გაქვთ აი ამ ორ კონკრეტულ სფეროზე სფეროებს, რომელზეც მსჯელობა შეგვიძლია ორ მიმართულებად დავყოფთ. პირველი სფეროები, რომელზე ინფორმაციის მოპოვება ძალიან მარტივია და აქედან გამომდინარე ანალიტიკური სამუშაოების გაკეთება არის შესაძლებელი და სფეროები, რომლებზე ინფორმაციაც აბსოლუტურად დახურულია. მაგალითად, ჩვენ საინტერესო კვლევა გავაკეთეთ ასევე უпростоრად ერთ-ერთი მიმართულება ჩვენი კვლევის ფარგლებში იყო საბანკო სექტორი. ყოველი 10 ადამიანიდან 8-9 ადამიანს ჯერა რომ ჩვენთან საბანკო სექტორში არის თავისუფალი კონკურენცია. რაც სინამდვილეში ესე არ არის, ჩვენთან საბანკო სექტორშიც კი შეზღუდული კონკურენცია, ამას მე დავარქმევდი მონოპოლისტურ კონკურენციას, იმიტომ რომ ცალკეულ ბანკებს, ცალკეულ პროდუქტებთან მიმართებაში გააჩნიათ მონოპოლიური მდგომარეობა. მაგალითად, საქართველოში საბანკო სექტორში აკუმულირებული დეპოზიტების 75% სამ კომერციულ ბანკზე მოდის, ეს არის TBC ბანკი, ეს არის საქართველოს ბანკი, ეს არის Liberty ბანკი. ანუ კონკრეტულად ამ პროდუქტთან მიმართებაში სამ ბანკს გააჩნია, ასე ვთქვათ, მაღალი კონცენტრაციის დონე. არის სხვა პროდუქტები, რომელთან მიმართებაში ხო, სამი ბანკი ეს არ არის უკვე კონკურენცია ბატონ დავით? არ არის კონკურენცია. არ არის კონკურენცია, რაზეც ხელოვნურად იბლოკება დანარჩენი ბანკები თუ აი რაშია მდგომარეობა ეს რო აგვიხსნათ ბანკები არ იბლოკება, უბრალოდ ზოგიერთ მათგანს საამისო ასე ვთქვათ პოლიტიკა არ გააჩნია, ზოგიერთ მათგანს არ შეუძლია ვთქვათ ეს რესურსები მიიღოს და ასე შემდეგ, ანუ ზოგიერთი მათგანი უფრო სხვა პოლიტიკას ატარებს. ბანკი რატომ მოიყვანე მაგალითად? ძალიან კარგია რომ ბანკზე ინფორმაცია არის საჯარო, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ვალდებულია ეს ინფორმაცია გამოაქვეყნოს. და ადვილია კვლევის გაკეთება. ანალოგიურად არის სადაზღვევო სექტორი, ანალოგიურად არის კომუნიკაციის სექტორი, სადაზღვევო სექტორშიც ეს პრობლემა გვაქვს? სადაზღვევო სექტორშიც დაახლოებით ანალოგიური სურათია, თუმცა ჩვენ ამ კვლევის ფარგლებში სადაზღვევო სექტორის კვლევა არ გავაკეთებია, გავაკეთებთ თქვათ კომუნიკაციის ბაზრის კვლევა, თქვათ იგივე მობილური კომუნიკაცია, იგივე სახალხო კომუნიკაცია. თქვენ გამოსავალს რაში ხედავთ? უნდა ჩაერიოს უფრო აქტიურად სახელმწიფო თუ სახელმწიფოს მიერ არის დაშვებული ის რომ არ არის კონკურენცია? მე ვიტყოდი პირველ რიგში იმას, რომ კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ჰქონდეს სრული წვდომა ინფორმაციასთან დაკავშირებით და მან შეძლოს ამ ინფორმაციის დამუშავება და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც მას ორი რამ უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში ვალდებულნი უნდა იყვნენ კომპანიები ან თქვათ სააგენტომ სხვა რაიმე გზით უნდა მიიღოს მათგან ინფორმაცია. რა თქმა უნდა ეს კომერციული საიდუმლოებაა და მან ეს საიდუმლოება არ უნდა გათქვას, მაგრამ სამსახურებრივი სარგებლობისთვის უნდა კონდეს და მეორე უნდა ყავდეს შესაბამისი კადრები და რესურსები, რათა ჩაატაროს კვალიფიციური კვლევები. საწვავის ბაზარი ვახსენეთ. რა მდგომარეობაა საწვავის ბაზარზე? მე ციფრებით არ შემიძლია სამწუხაროდ საუბარი, შემიძლია მხოლოდ არგუმენტებით საუბარი და ასე ვთქვათ, დამაჯერებელი იქნება თუ არა ეს არგუმენტები, ეს ჩვენმა ტელემაყურებელმა და ასე ვთქვათ, ჩვენმა აუდიტორიამ განსაზღვროს. თუმცა ის რომ ბოლო 1 თვის მანძილზე
4ჯერ მოხდა 5-5 თეთრით საწვავზე ფასების ზრდა და ჩვენთან საწვავზე ფასების ზრდის ტემპი გაცილებით უფრო მაღალი იყო ვიდრე საერთაშორისო ბირჟებზე. ის რომ თქვათ უმეტესობა კომპანიებისა ერთი და იგივე დღეს, ერთი და იგივე მოცულობით ზრდის ფასებს და ასე შემდეგ ძალიან ბევრი არგუმენტის მოყვანით, მხოლოდ არგუმენტებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ეს ბაზარი არ არის კონკურენტული. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ ციფრებით საუბარი არ შემიძლია არც მე და არც ძალიან ბევრს, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თქვათ სააგენტო მიიღებს თავის დროზე, როცა ის ეფექტურად ამუშავდება ამ თვალსაზრისით და ამ ინფორმაციას და ჩვენ როგორც ანალიტიკოსებს დაგვჭირდება ეს ინფორმაცია, ის არ გვეტყვის თქვათ ვისოლს ამდენი წილია, რუკვილს ამდენი წილია, არამედ გვეტყვის, რომ A, B, C, D კომპანიებს აქვთ ესეთი და ესეთი მდგომარეობა და რაღაც გარკვეული ციფრები ჩვენთვისაც იქნება როგორც ანალიტიკოსებისთვის ხელმისაწვდომი, მაშინ ჩვენ ძალიან მარტივად შეგვეძლება და უფრო ღიად და თამამად ვისაუბროთ საზოგადოებასთან რა მდგომარეობაა ბაზარზე და ასევე რაღაც გარკვეული საზოგადოებრივი ზედამხედველობა თუ მონიტორინგი. მესმის ბატონ დავით, ძალიან საინტერესოა ბიზნეს ომბუდსმენი რას გვეტყვის, შემოდის თუ არა ამ მიმართულებით თქვენთან საჩივრები? კი, ქაბატონათი ერთ წამით ჯერ ბიზნეს ომბუდსმენს ვკითხავ. ამ მიმართულებით და აი რაზეც ბატონი დავითი საუბრობდა, საწვავის ბიზნესი, ფარმაცევტული ბიზნესი, ასევე ახსენა საბანკო სექტორი. ამ კომენტარებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი სათქმელი დაგროვდა, მაგრამ მე ვეცდები ზოგადად გიპასუხოთ. თავიდანვე ჩვენი პოზიცია ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით იყო ის, რომ ამ კანონის მთავარი მიმღები არის ბიზნესი, ანუ მთავარი შემსრულებელი ამ კანონის მიხედვით ჯარიმდება ისევ ბიზნესი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები იყვნენ ჩართული, მთავრობა რა თქმა უნდა, მაგრამ ბიზნესის აზრი პირველ რიგში ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ ნაწილში. შესაბამისად, ჩვენ ვთხოვეთ პარლამენტს, რომ გადაედო, თქვა იანვარში აპირებდა ამ კანონის დამტკიცებას და გარკვეული პერიოდისთვის გადაედო, რომ ბიზნესს ჰქონდა საშუალება გაცნობოდა ამ კანონს და თავის შენიშვნები წარმოედგინა. ჩვენ გავაცანით, მე მადლობა მინდა უთხრა პარლამენტს და ავტორებს ამ კანონმდებლობის, რომელთაც დაგვეხმარნენ, რომ ბიზნესს ჰქონოდა ეს შესაძლებლობა. ძალიან ბევრი საინტერესო აზრი გამოითქვა, მათ შორის ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ დამოუკიდებლობაზე, ანუ ამ სააგენტოსი. მე პირდაპირ მინდა გითხრათ ბიზნესის აზრი ამასთან დაკავშირებით. ბიზნესი თვლის, რომ შესაძლებელი სააგენტო რეალურად ამ ბოლო დროს ჩამოყალიბდა ძალიან თანამედროვე ორგანიზაციად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ელექტრონული შესყიდვები დაიწყო, მათ ძალიან კარგი კომფორტულად ურთიერთობენ ამ ორგანიზაციასთან და ისინი თვლიან, რომ თუ ეს სააგენტო იქნება ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად, უფრო ადვილი იქნება მათთან ურთიერთობა. ეს ერთი, მეორე რაც შეეხება თვითონ დამოუკიდებლობას, ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ძალიან ხშირად მით უმეტეს თუ ის თვითდაფინანსებაზეა, ძალიან ხშირად უჩნდება გარკვეული, ვთქვათ, ალბათ ამბიციები, რომ ზედმეტად კარგად შეასრულოს სამსახური, რაღაც საფასურები მოითხოვოს და ასე შემდეგ. ეს სხვა თემა აბსოლუტურად. აი რაც შეეხება, მე განსაკუთრებით მაინტერესებს აი ეს ბაზრები, რაც ჩამოვთვალე. რატომაა ამ ბაზრებზე ასეთი მდგომარეობა? თუ რასაკვირველია თქვენ ეთანხმებით იმას, რაც ბატონმა დავითმა თქვა. სახელმწიფოს როლი რა არის ამ ყველაფერში? ის თვალს ხუჭავს თუ ხელს უწყობს თუ რა? სახელმწიფოს როლი არის შექმნას კონკურენტული გარემო. ეს არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება იმას, რომ სამი კომპანია არის, რომელშიც ყველაზე დიდი დანაზოგები ინახება, ეს აპრიორში არ ნიშნავს არანაირად, რომ აქ მონოპოლია არის. ჩვეულებრივ სამი კომპანია, რომელიც სხვაზე უფრო უკეთესად ასრულებს თავის ბიზნესს. სხვაზე უფრო ძლიერი არის, სხვაზე უფრო ძლიერი შეიძლება მენეჯმენტი შეყავდეს, შეიძლება ყავდეს თანამშრომლები, შეიძლება რაღაც ნოუ-ჰაუ აქვს, რომელიც სხვა მარიც და ასე შემდეგ. ანუ აქ გამორიცხვაზე არა, შეიძლება არის, შეიძლება არ არის. ეს ასე პირდაპირ ამის თქმა, ჩემი აზრით ძალიან არასწორი არის, იმიტომ რომ ნებისმიერ სფეროში, სადაც მონოპოლის დადგენა საერთოდ ეკონომიკაში არის ყველაზე რთული, ურთულესი სფერო, იმიტომ აქ საუბარი არის კონკრეტულ ოპერაციებზე, ან რომელი ოპერაცია ბიზნესი შეიცვალა მონოპოლისტურ ხასიათს. აი მაგალითად თქვენთვის არის თუ არა ის არგუმენტი, როდესაც ყველა კომპანია საწვავის ერთ დღეს ერთსა და იმავე ტარიფს ადგენს ბენზინზე და 5 თეთრით აძვირებს. არის თუ არ არის? თქვენთვის ეჭვის საფუძველი? არ არის, იმიტომ რომ ეს ფასი დგინდება პლაცის მიხედვით, რომელიც პლაცი დგინდება კონკრეტულ დღეს. ანუ აქედან
ჩვენ აქ საუბარი, მე არ ვამტკიცებ აქ, რომ აქ არ არის, ან არის. უბრალოდ ის არგუმენტი, რაც ბატონმა დავითმა თქვა, რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ არის პლაცის მიხედვით დგინდება, ეს არის საერთაშორისო ბირჟებზე ფასი, შესაბამისად, იმ დღეს გებულობს ყველა კომპანია, რომ ფასი მოიმატებს, ან მოიმატა. ანუ გააჩნია ვისთან აქ როგორი ხელშეკრულება და ასე შემდეგ. ბატონ დავით, თუ გსურთ ამასთან დაკავშირებით, ანუ პრაქტიკულად პლაცის ფასი როცა დღეს ფიქსირდება, მეც ნაწილობრივ არ დავეთანხმები გიორგის იგივე ლოგიკით, როგორც მე არ ვეთანხმება, მაგრამ პლაცის ფასი დღეს დგინდება და მათ ეს საწვავი ხო უკვე შემოტანილი აქვს. დღეს გარიგებული პლაცის ფასით ისინი საწვავს შემოიტანენ ანუ მარაგი ჰქონდათ მანამდე შეიძლება რატო არის ისე რომ პირდაპირ ამ ღია დისკუსიაში არ მინდა შევიდე, მაგრამ მეც მინდა რომ ერთი აქ ყველა ასე მარტივად არ არის სამწუხაროდ, როცა ბიზნესზე გვაქვს საუბარი, აქ არის კონკრეტული ძალიან რთული ხელშეკრულებები, აქ არის საუბარი იგივე ასე მარტივად, რომ ხო შეუძლიათ შემოიტანონ დააგროვონ ცისტერნებში და შემდეგ გაყიდონ ძველ ფასად და მერე ის რო გაუთავდებათ ახალი რო შემოვამ, მერე მაღალ ფასად, ესე არ ხდება ეს. ესე არ ხდება მაშინ, როდესაც ბიზნესმენმა იცის, რომ პლაცი ერთ თვეში ან სამ კვირაში ან თუნდაც ორ დღეში ფასი იქნება აწეული, ის რა თქმა უნდა ეცდება რომ ამდენი ხნით ადრე იცის. არა, ამან რა თქმა უნდა მაინც არ აღმოაჩნდება ან ორი დღე ერთ კომპანიას მარაგები იმისა, რომ გაყიდოს ცოტა უფრო იაფად და მოიზიდოს მეორე მისი კონკურენტისგან. ეს არც იმინდი არის, რომელიც მოყავს ჩვენ აქ საქართველოში, ეს არ არის არც სამწუხაროდ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ფასზე, შესაბამისად ეს ასე არ იქნება. რაც შეეხება იმას, ჩვენ მე უბრალოდ ვიძახი, რომ აქ აი ასე დონეზე ლაპარაკი ყოველგვარი ციფრების და ხელშეკრულებების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ესე მარტივად ხმა რომ აქ არის მონოპოლია, იმიტომ რომ ფასები დღეს შეაიწია და ასევე იმაზე ლაპარაკი რომ სამ ბანკს აქვს დეპოზიტები და ამიტომ ესენი მონოპოლისტები არიან, ჩემი აზრით ამ პროდუქტზე არიან მონოპოლისტები და არა ზოგადად ბანკები მონოპოლისტები. ნებისმიერ ადგილას. განსაკუთრებით. კი ბატონო, რეკლამაზე უნდა გავიდეთ, მანამდე ქალბატონ ნათია. თუ შეიძლება მინდა ამ თემაზე და რამდენიმე კიდევ მნიშვნელოვან თემაზე გავაკეთო კომენტარი. რაც შეეხება იმას, რომ საბანკო სექტორზე კონკრეტულ პროდუქტზე აქვს თუ არა მონოპოლია, ანუ ამ სამ ბანკს, მე სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ დავინახე მონოპოლიის ნიშნები. თქვენ დასვით ძალიან სწორი შეკითხვა. თქვენ დასვით ესეთი კითხვა, რომ ნიშნავს თუ არა, ანუ უქმნის თუ არა ეს სამი ბანკი, ვინ სხვა დანარჩენ კომერციულ ბანკებს პრობლემას, რომ იგივენაირი პროდუქტი აწარმოოს. თუ სხვა დანარჩენ ბანკებსაც შეუძლიათ იგივე პროდუქტი აწარმოონ, უბრალოდ არ აწარმოებენ, იმიტომ რომ თავისივე თქვა რესურსი არა, გამსაზღვროთ ერთი რაღაც, თავისთავად დომინანტური მდგომარეობა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც სუდია, ხო? არა, რა თქმა უნდა, ეგ არის შემოვატრიალებ ამ საკითხს და საპროცენტო განაკვეთის სპრედს გავაგრძელებ. საქართველოს სოფლიოში 152 ქვეყნიდან 131 ადგილზეა საპროცენტო განაკვეთის სპრედი, რაც იმას ნიშნავს, რომ იაფად ახდენენ ჩვენი ბანკები ფულის მოზიდვას და ასესხებენ საკმაოდ ძვირად. სოფლიო ბანკის შეფასებით 15%-ია, სხვაობა ეროვნული ბანკის შეფასებით 10%-ია. რატომ აქვს ყველა ბანკს დაახლოებით ერთი და იგივე მაღალი განაკვეთები თუ არ კონკურენცია? უკაცრავად, ყველას უსმენდი ძალიან ყურადღებით. არა, საკითხის სხვანაირ ინტერპრეტაციას ახდენთ და არა, ინტერპრეტაციას არა, უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ დომინირებული მდგომარეობა ექნება თუ არა რომელიმე კომპანიას, იგივე იქნება თუ არა ექნება თუ არა მას მონოპოლია, ეს არ ისჯება, ეს არ არის დანაშაული არსად, არც ერთ განვითარებულ გამოყენება არის დანაშაული. მისი ბოროტად გამოყენება არის დანაშაული. თუ რომელიმე სამი ბანკი ან ნებისმიერი კომპანია ან ორი ან ხუთი, თუნდაც ერთი არის იმდენად წარმატებული, რომ მას უნდა და აქვს იმის რესურსი, რომ აწარმოოს რაღაც პროდუქტი, მაგრამ ასევე სხვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია იგივე პროდუქტი აწარმოოს, უბრალოდ არავითარი ბარიერი არ ექნება, უბრალოდ ვერ აწარმოებს თავისივე ადამიანური ან ფინანსური რესურსის ნაკლებობის ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ეს ამას კონკურენციის კანონი არ ითვალისწინებს. ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით ამ კვლევაშიც იყო ფარმაცევტულ ბაზარზე რეფერენსი გაკეთებული. მინდა ვთქვა, რომ ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით 2011 წელს გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის შედეგები. ეს იყო სამეტაპიანი კვლევა. პირველი და მესამე ეტაპი დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ, მეორე ეტაპი დაფინანსდა სოროსის მიერ, სოროსის ფონდის მიერ. კვლევის მიზანი იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოხდა ფარმაცევტულ კანონმდებლობაში ცვლილება, იმისთვის რომ კიდევ უფრო კონკურენტული გამხდარიყო ეს ბაზარი, ამ ცვლილების მიღებიდან დაკვირვებოდა ბაზარს თუ რა ხდებოდა ამ ბაზარზე და როგორი შედეგი დადგებოდა. კვლევის შედეგი, ანუ ერთმნიშვნელოვნად კვლევა ამბობს, 2011 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვნად შემცირდა ფასები სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებების გამო.
ეს არის სოფიო ბანკის ცოტა ძველი ამბავია, მაგრამ მე მახსოვს, როდესაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ხდომაზე ისაუბრა მის შესახებ და შემდეგ გაჩნდა რაღაც წვრილი კომპანიები, ხო, ასე იყო. არა, მე ვამბობ იმას, რაც წერია 2011 წლის კვლევაში. ერთი წამი და კიდევ ერთი საკითხი მინდოდა მე თქვა. რაც შეეხება მთავრობის როლს, რომ მთავრობის როლი არის ძალიან გაზრდილი, იმიტომ რომ მას შეუძლია გამონაკლისების დადგენა, გამონაკლისი ხელშეკრულებების და ასევე პრიორიტეტული სექტორების დადგენა სააგენტოსთვის, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება კვლევის დაწყება. თვითონ პრიორიტეტული სია, ანუ სფეროების სია, რომლებიც იქნება მნიშვნელოვანი, რომელსაც ყოველწლიურად მთავრობა განსაზღვრავს სააგენტოსთან ერთად, ეს არ არის ჩვენ მიერ მოგონილი, ეს არის ჩვენ გვეხმარებოდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში შვედი ექსპერტები, შვედეთის კონკურენციის სააგენტოდან, რომელებიც ევროკომისიისთან შეთანხმებით შეირჩა და მათი შემოთავაზება იყო ზუსტად მახსოვს რა დღეს იყო ეს და როგორ მოხდა, მათ შემოგთავაზეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ თქვენ გააკეთებთ პრიორიტეტულ სიას, თუ კონკრეტულად როგორ სახის საქმეებზე ექნება სააგენტოსთვის, რომელიც საქმეები იქნება პრიორიტეტული. გასაგებია, რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ, რეკლამის შემდეგ ბატონო დადო თქვენ მოგცემთ სიტყვას, რამდენიმე წუთში კვლავ ბრუნდებით ეთერში. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია, ჩვენი გადაცემის თემაა კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში. ბატონო დადო, რეკლამამდე გსურდათ გამოგეთქვათ თქვენი აზრი და გისმენთ. და შემდეგ სხვებსაც მოგცემთ საშუალებას. რაც ნაკლებად სავარაუდოდ ქნის როგორც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, ასევე კარტელურ შეთანხმებას კომპანიებს შორის. ეს არის საქართველოს უკიდურესად ლიბერალური ბიზნეს კანონმდებლობა და ბაზარზე დაშვების მარტივი წესები. თუ ჩვენ ავიღებთ ერთი მხრიდან ამ ბაზარზე დაშვების სიმარტივეს და მეორე მხრივ ვითომ და მოგების დიდ მარჟას, თუნდაც ფარმაცევტულ სექტორში, თუნდაც სხვა სექტორში, რა თქმა უნდა, ახალ მოთამაშეს უფრო მეტი სურვილი გაუჩნდება ბაზარზე შემოვიდეს, თუ იქ ასეთი დიდი ფასნამატია და ასეთი დიდი მოგება. როგორც წესი, ეს ანუ კონკურენციის ნაწილში თქვენ სააგენტოს ამბობთ, რომ ნაკლები საქმე ექნება? მე ვარაუდობ, რომ მთავარი ინსტრუმენტი კარტელურ გარიგებებთან და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან სწორადაც ბაზარზე დაშვების ლიბერალური წესებია. სააგენტოსთვის ეჭვს იწვევს თუ არა ის, რაზეც აქ იყო ლაპარაკი. საწვავის სექტორი, საბანკო სექტორი, სადაზღვევო სექტორი, აი ამ მიმართულებით თუ მუშაობთ უკვე? საბანკო და სადაზღვევო სექტორი ჩვენი სააგენტოს სფეროში ნაკლებად განიხილება, რაც შეეხება იმ ხმებს, ასე ვთქვათ, მოარულ ხმებს ამ სფეროში მონოპოლიურ მდგომარეობაზე ან კარტელურ გარიგებებზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოარული ხმებია და მე ჯერ მტკიცებულებები არ მინახია. როგორც კი მაშინ გითხარით, რახან ამ საკითხებზე მუშაობთ საბანკო და სადაზღვევო სფეროებში რა პრობლემები აქვთ? აი ბატონმა დავითმა მუშაობთ. ეს არ იქნება სააგენტოს უფლებამოსილებას ეროვნული ბანკის უფლებამოსილებაში. ანუ მიმართული, კარგი. ანუ რაც შეეხება საწვავის მიმართულებას, თქვენ შეგიძლიათ თქვა თქვენმა სააგენტომა, აქ არ არის პრობლემები. ჩვენ არ ჩაგვიტარებია კვლევები ამ სფეროში, იმიტომ ჯერჯერობით სააგენტოს ამის ფუნქცია არ გააჩნია. კანონი მხოლოდ და მხოლოდ დღეს იქნა მიღებული მესამე მოსმენით. შესაბამისად, ჯერ მსგავსი ფუნქციები არ გაუხორციელებია. ანუ ისმაის თუ შეგიძლიათ გითხრათ, აპირებთ თუ არა ამ საკითხებზე მუშაობას? იმ შემთხვევაში თუ სააგენტოში იმიტომ რომ საზოგადოებაში არის მუდმივად ამაზე ლაპარაკი. დიახ, რა თქმა უნდა. იმიტომ ბენზინს მოსახლეობის უმეტესობა ასხავს, მანქანაში მას აინტერესებს, ხო ეს? რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ გარკვეული ეჭვის დონეზე და არგუმენტები ამის თაობაზე არ არსებობს, როგორც თვითონ ექსპერტებმა თქვეს და თუ სააგენტოში წარდგენილი იქნება განცხადება ან საჩივარი, კერძოდ თქვათ იგივე საწვავის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია რომ დამოუკიდებლად დაიწყოს სააგენტო თავის ანუ კვლევას განახორციელებს მხოლოდ საჩივრის და განცხადების წარდგენის შემთხვევაში. გასაგებია. კარგით, მე რაოდენიმე საკითხს მინდა მოკლედ შევეხო. ერთი რომ თქვენს მიერ დასმული კითხვა და ძალიან კარგად იყო დასმული რომ განახორციელებს თუ არა თქვათ იგივე საწვავის ფასზე დაკვირვება სააგენტოს ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან მთავრობამ უნდა განსაზღვროს ის პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც იმუშავებს. პლუს მეორე ბარიერი არსებობს, რომ უნდა მოხდეს განცხადების ან საჩივრის წარდგენა. საჩივარს წარადგენს დაზარალებული მხარე, ანუ ამ კონკურენციიდან და გამცხადებელი არის
პირი, რომელმაც გაიგო მსგავსი დარღვევის შესახებ და უნდა შეატყობინოს სააგენტო. სხვათა შორის ამ კანონის ერთ-ერთ პლუსად მინდა ვაღიარო, რომ განცხადების წარდგენის საშუალება არსებობს. არა, ეს ნამდვილად დადებითი მხარეა, როდესაც ვიღაც სხვას შეუძლია შეიძლება. თუმცა აქ არის საფასური გადასახდელი, ამ საფასურზეც მინდა მოკლედ თქვა, რომ მართალია ბევრჯერ ითქვა, რომ ეს არ იქნება დიდი საფასური, თუმცა კანონის წერია რომ ადგენს მთავრობა და რამდენი იქნება საფასური, ესაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მოქალაქემ რომ შევიტანო ამის შესახებ განცხადება სააგენტოში. რა თანხა შეიძლება გადავიხადო? ეს არავინ არ იცის, ჯერ სანამ მთავრობა არ დაადგენს. კი ამბობენ რომ იქნება მცირე, თუმცა ამ კანონპროექტის კიდე ერთი ნაკლი არის რომ ხშირად აქ ძალიან კარგი განმარტებები კეთდება, მაგრამ კანონპროექტში ეს არ წერია. შესაბამისად ჩვენ და ამ კანონპროექტს არ მოყვება იმ ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც ავსებს ამ კანონპროექტს. ანუ ნორმატიული აქტები, თქვენ ნორმატიული აქტებმა შეიძლება საერთოდ დახუროს კონკურენციის თემა და საერთოდ არაფრის კონტროლი არ მოხდეს, ამ პირიქით ძალიან წინ წამოწიოს. ამიტომაც მსგავსი კანონპროექტის განხილვას თან უნდა ახდეს იმ თქვენ ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც მოხდება შევსება. რაც შეეხება რომ თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა, ამაზე იყო საუბარი. მე მაგალითად დავსვამ კითხოს, აი კონკურენციის სფეროში მომუშავე ადამიანთა რაოდენობა იყო 9 2011 წელს და საინტერესოა წელს რამდენია ხა. ეს ორი სააგენტო გაერთიანდა და ნამდვილად ვაღიარებ, რომ სახელმწიფო შესაძლებლობის სააგენტო ძალიან კარგად ასრულებდა თავის ფუნქციებს და სერიოზული რეფორმა გაატარა. ეს ერთი კითხვის ანუ კონკურენციის მიმართულებით კონკურენციის მიმართულებით 9 ადამიანი იყო და არის თუ არ იგივე რაოდენობა დარჩა თუ გაიზარდა. ხო, პრინციპში შეუძლიათ გვიპასუხოთ, ხო, აი ბატონ ტატო. რაოდენობა იგივე, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ თუ კი ადრე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს იურიდიული მიმართულებაც ჰქონდათ, ასევე ფინანსურიც და სხვა ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო მიმართულებები, ეს ყველა გადმოვიდა გაერთიანებული სააგენტოს ერთობლივ მართულებაში. ამიტომ კი და ეს სუბთად რომელიც მუშაობს კონკურენციაზე და აქ უნდა გაითვალისწინოთ ასევე იურიდიული სამსახური, უნდა გაითვალისწინოთ ფინანსური სამსახური, უნდა გაითვალისწინოთ მონიტორინგის სამსახური და ასევე ანალიტიკური ჯგუფი. ეს ყველა სამსახური რა თქმა უნდა მუშაობს ასევე კონკურენციის სფეროზე. კიდე მინდა დავამატო, რომ ჩვენ წარმოდგენილ კვლევაში განხილვა, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა დააფინანსა, წარმოდგენილი იყო, რომ სანქციებთან დაკავშირებული საკითხები ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, რომ ბიზნესს რაღაც ისეთი ბარიერი შეუქმნათ, რომ განვითარებას ხელი შეეშალოს და ნამდვილად სწორად მიგვაჩნია, რომ დომინირებული მდგომარეობა არ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ბოროტად ხდება მისი გამოყენება. აი გარიგებებზე თუ ვინმე მიაღწევს ამ პოზიციას, თქვენ გიწერიათ ზუსტად თქვენს კვლევაში აი ამ გარიგებებზე, ხო? გარკვეული არგუმენტები თქვა ბატონმა დავითმა, რომელიც შეიძლება მიუღებელია ვიღაცას, მაგრამ თქვენ რას ეყრდნობით ასეთ შემთხვევაში, როცა ეჭვს გამოთქვამთ, რა იწვევს ამ ეჭვს თქვენში? ჩვენ ყველაზე რთული ამ კვლევაში იყო ეს, რომ დასაბუთებული ეჭვი ყოფილიყო წარმოდგენილი და მიმაჩნია, რომ თუ სააგენტო თავის ფუნქციებს არ შეასრულებს, არსებობს სფეროები, სადაც სულ ეჭვი იქნება და თუ არ ჩატარდა კვლევა და არ ჩატარდა ადმინისტრაციული რესურსით კვლევა, იმიტომ რომ რიგი ინფორმაციის ხალბატონმა ნათიამ თქვა, რომ ფასებმა ფარმაცევტულ ბაზარზე დაიწია. ამ კვლევაშიც არის აღნიშნული და დადებითად შეფასდა რეგისტრაციის. მაგრამ თქვენ კვლევაში ჩაწერეთ, რომ მოკლედ აქ ჩდება ეჭვი, რომ შეიძლება იყოს გარიგებები. გითხარით არგუმენტი რის საფუძველზეც ეს რომელიც დაწერეთ. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გამოთქვა და ის არის მოყვანილი ჩვენთან, იყო რომ ფასდაკლების აქცია გამოცხადდა დაახლოებით 30%-იანი ფარმაცევტულ მედიკამენტებს, რომელიც გაგრძელდა და ეს ფასი შენარჩუნებული მოხდა. 30% თუ ლუფტი აქვს თქვათ პროდუქციაზე ფარმაცევტულ ბაზარს, გამოდის რომ ის წინა არსებული ფასები შეიცავდა ძალიან მაღალ მაჩვენებელს მოგებისას. სულ ცოტა ხნის ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყავით საზღვარგარეთ 70%-იანი ფასდაკლება. ძალიან ცნობილი ბრენდია. ამიტომ ესე თქვა რომ რახანს 30%-ით ფასდაკლება მოხდა, აქ გარიგება, არასერიოზული სხვადასხვა კონკურენტების, კი ბატონო, ესეც არის ეჭვი. კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ამის სრული დასაბუთება, იმიტომ რომ ეს იყო სამ მსხვილ კომპანიაში იყო ერთდროულად 30%-იანი ფასდაკლება. მე არ ვამბობ, შეიძლება იყოს ბრენდი, შეიძლება იყოს სეზონური ამოყიდვები და 90%, მაგრამ ეს გაგრძელდა 6 თვე და შემდეგ. სხვა რამე არგუმენტები გაქვთ, რაც იწვევს ეჭვს? ამ სფეროში არგუმენტები არის ერთ-ერთი ახალგაზრდა ფინანსთა ასოციაციას აქვს წარმოდგენილი, რომ საბაჟოზე დეკლარაციასა და გასაკითხას შორის
რიგ პროდუქციაზე აღმოაჩინენ თქვათ 1000%-იანი, ანუ 10ჯერ ფასი ზრდა, თუმცა თუ იქ კონკურენციის შეზღუდვა არ ხდება ხელოვნურად, ვისაც რამდენი უნდა იდეს მიიღოს. წამალზეა ხო ლაპარაკი, თქვათ საბაჟოზე შემოვიდა. ზუსტად მაგას ამბობს, საბაჟოდან ქსელში გასვლამდე ფასი შემცირდა მნიშვნელოვნად. ზუსტად მაგ ფასზე საუბრობს. კონკრეტული ისინი არის არ კვლევაში, ამ კვლევაში ქალბატონათი აბსოლუტურად სხვა რაღაც წერია. ამ ეს კვლევა დეტალურად წავიკითხე და მინდა რომ არ გავცე რაღაც იმატებს სანამ დახზე მივა. ხო, ამაზეა ლაპარაკი აქ და ესეთი დიდი ციფრები არის მოყვანილი ერთი. კი, მოყვანილი, თუმცა იქვე არის მოყვანილი, რომ რეგისტრაციაზე, ანუ რეგისტრაციის პროცედურების გაიოლებამ კონკურენციის მდგომარეობა გააუმჯობესა. კი ბატონო, ჩვენი დრო მიდის დასასრულისკენ, ამიტომ ძალიან მოკლედ შეიძლება და მე ყველას მოგცემ მინდა ყურადღება გავამახვილო. ამ კანონპროექტის წარმოქმნილი სანქციები მნიშვნელოვნად დაბალია ევროპაში არსებული სანქციებისგან. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ბიზნესი დავახჭოთ და თუ რეგულაცია არ იქნება სწორად მათ შორის ბიზნესისთვის მიწოდებული, მაშინ ჯობს რომ თვითონ ეს რეგულაცია ცოტა გვიან შევიდეს და ყველასთვის გასაგები იყოს, რომ უნებლიე დარღვევა არ მოხდეს. მაგალითად, სააგენტოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობა იჯდება, ანუ არსებობს ჯარიმა 1000-დან 3000 ლარამდე. ეს ნორმა აღებული იქნა 1996 წელს არსებულ კანონმდებლობაში. ეხლა ევროპაში როგორაა, იქ არსებობს ევროპის ზოგადად რეგულაცია და შემდეგ წევრ-ქვეყნებმა უნდა მოარგონ თავიანთი კანონმდებლობა ამ რეგულაციას, სანამ რეგულაცია არის გაცილებით მაღლამდგომი და იქ მაქსიმალური ზღვრები განისაზღვრება. ანუ ინფორმაციის წარუდგენლობა იქ არის არაუმეტეს საწარმოს მიერ წინა წელს მიღებული ბრუნვის, ან მიღებული შემოსავლის არაუმეტეს 1%-ისა. ჩვენთან არსებული 1000-დან 3000 ლარამდე ჯარიმა, ჩემი აზრით, დომინანტ პოზიციაში მყოფი საწარმოსთვის ძალიან იოლად გადასახდელია, რომ გააჭიანუროს ანუ კვლევის პროცესი. რაც შეეხებოდა განცხადებაზეც არის, რომ კი ბატონო, სააგენტო იზღვევს თავს, რომ ეხლა ვინმეს რაღაც ინფორმაცია მიუვიდა გადაუმოწმებელი და n რაოდენობის განცხადება რო არ შევიდეს. მაგრამ თუ დადასტურდება, რომ განცხადებელმა ნამდვილად აღმოაჩინა ეს დარღვევა. რატო არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით, რომ მას დაუბრუნდეს ფული? იმიტომ რომ კონსტიტუციით კონკურენციის ხელშეწყობა არის სახელმწიფოს უფლებამოსილება და რატო უნდა გადაიხადოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ თუ დადასტურდა მისი ინფორმაცია? ყველა ვარიანტში უფასოდ უნდა მოხდესო. კონსტიტუციაში ხო არ წერია ესეთი? არ წერია, მაგრამ სახელმწიფო ფუნქციის შესრულებას უწყობს ხელს მოქალაქეს. ეხიდეს თანხას. მესმის, ბატონ კახა, შემდეგ ბატონ დავით. რატო უნდა გადაიხადოს? მე ვფიქრობ, რომ საქართველოში დებატები ამ თემატიკაზე არ შეიძლება მიმდინარეობდეს იმავე ფორმატში, რაც შეიძლება მიმდინარეობს ევროკავშირის ქვეყნებში ან სხვა ქვეყნებში. ჩვენ ცოტა სხვა რეალობების და სხვა გარემოებების წინაშე ვდგავართ. პირველი აქ იყო მაგალითად ფასების თემატიკაზე საუბარი, ხო? ჩვენ საბაზრო ეკონომიკას, ღია ეკონომიკას ვაშენებთ და ფასები განისაზღვრება მოთხოვნის და მიწოდების საფუძველზე. მაგრამ რაც უნდა მივაქციოთ ყველაზე მთავარს ჩვენ ყურადღება. ეს არის რომ ბაზარზე შესვლა და გამოსვლა, ანუ თავისუფალი ბიზნესი და თავისუფალი ვაჭრობა იყოს გარანტირებული და დაცული. აი ეს როგორ ხდება? თორე ფასი რომ მეტია, ნაკლებია, ეს რაღაცა საფუძველი შეიძლება. არა, აქ ლაპარაკია იმაზე, მაგალითად მე და თქვენ თუ ვართ მსხვილი ბიზნესმენები, მოვილაპარაკოთ რაღაცაზე ავწიოთ ფასი. მაგას ვამბობ ეხლა ზუსტად მეც რომ ჩვენ ვერან და დამავიწყდა რომ დამემატებინ ამისთვის რომ საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული, საკუთრების ინსტიტუტი უნდა იყოს გარანტირებული. ჩვენ ვერანაირად ვერ შევზღუდავთ მაგალითად რომ TBC ბანკის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს. ამას ვერ შევზღუდავთ. ეხლა ეს არის თავისუფალი ქვეყანა, მოქალაქეებს აქვთ გადაადგილების თავისუფალი საშუალება, ვისაც მინდა შევხვდები, რაზეც მინდა დაველაპარაკები და რა მოსაზრებასაც მინდა იმას მივაწვდი. მაგრამ ჩვენ თავარია რომ კანონმდებლობით განსაზღვროთ იმ ლეგიტიმური ფორმების, ანუ ის ლეგიტიმური ფორმები, რითაც ბიზნესის კეთებას არის ზოგადად შესაძლებელი. სხვა არალეგიტიმური ფორმები თუ იქნება გამოყენებული, ხო? ეს უკვე არის ან ბოროტად გამოყენება, ან სხვა ფორმა, რა დროსაც ბუნებრივია სახელმწიფო უნდა რეაგირებდეს. მაგრამ ის რომ ჩვენ მაგალითად ყველა სფეროში ფასების განსაზღვრაზე ვიფიქროთ და აქედან ფასებიდან წამოვიდეთ და გავყვეთ ბოლო წერტილამდე, ეს ჩემი აზრით არის უტოპიური მცდელობა და მივიყვანს ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ არ ხონდეთ ადამიანებს შეგრძნება, რომ აი როდესაც წამალს ყიდულობს, ეს არის ვიღაცის გარიგების შედეგი და წამალზე ფასი ხელოვნურად არის აწეული, ხო? ამის შეგრძნება მოქალაქეებს არ უნდა დარჩეთ. ბუნებრივია, მაგაში გეთანხმებით, ანუ მე ამ პრინციპს კი არ ვეწინააღმდეგები ახლა რასაც თქვენ ამბობთ. უბრალოდ მე ვსაუბრობ ფორმაზე, როგორ უნდა მოხდეს ამაზე აქცენტის გაკეთება. გასაგები, ბატონ დავით. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ დებატები უნდა გაგრძელდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი უკვე ფინალში არის გასული და როგორც რატომ აღნიშნა მიღებულია ის უკვე, იმიტომ რომ კანონმდებლობა ვერ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან, როცა პრაქტიკაში ამოქმედდება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა,
მერეც უნდა მოხდეს მისი დახვეწა. დღეს ძალიან ძნელია მხოლოდ ერთი კანონის საფუძველზე წარმოვიდგინოთ ის თუ როგორ იმუშავებს მთელი სისტემა. აქედან გამომდინარე, როცა კანონქვემდებარე აქტების შემუშავება მოხდება და სრული სისტემის წარმოდგენა მოხდება თითოეული ჩვენთაგანის მიერ, ალბათ მერე უფრო დეტალურად შეგვეძლება ჩავიდეთ სიღრმეებში, თუმცა ის რომ ცალკეულ სფეროებში დღეს ძალიან ბევრი პრობლემა არის და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ამ რეფორმების ფარგლებში და ამ სააგენტოს მიერ ეს ფაქტია და თითოეული ჩვენთაგანის ალბათ ამოცანაც, დებატებიც და ასე შემდეგ ემსახურება იმას და მოწოდებული ვართ იქითკენ, რომ ჩვენი წინადადებები საფუძვლიანი ეჭვი იქნება თუ არგუმენტები იქნება გაუზიაროთ ერთმანეთს. რაც შეეხება ისევ იმ საკითხს დაუბრუნდები და ამით ასე ვთქვათ დაუხურავ ამ თემას, ვთქვათ, ბანკი რატო ვახსენე? მე არ მithქვია, რომ ბანკები არიან მონოპოლისტები, არამედ ცალკეულ პროდუქტებთან მიმართებაში არსებობს მონოპოლისტური კონკურენცია ბანკებს შორის. საბანკო სექტორს, სადაზღვევო სექტორს ეროვნული ბანკი არეგულირებს და ეს ამ კანონის რეგულირების მიღმა რჩება. მეორე კომუნიკაციების სექტორი და ენერგეტიკის სექტორი თუ არ ვცდები 2017 წლამდე ასევე არ დარეგულირდება ამ კანონით, იმიტომ რომ ისინი ცალკე კანონმდებლობით რეგულირდებიან. პრეზიდენტის და მთავრობის ფონდები დაახლოებით 100 მილიონ დოლარზე მეტი ამ კანონის რეგულირებიდან ამოვარდა. კიდე რას ამოაგდებს მთავრობა ამ კანონის რეგულირებიდან? თქვათ არ არის ამ კანონის ფარგლებში. ძალიან ესეთი ბევრი დაგსახსული მარეგულირებელი მივიღეთ ჩვენ საბოლოო ჯამში, რაღაცა კიდე ამ კანონისაგან განყენებულ სექტორებს მივიღებთ. აქედან გამომდინარე, მე დღეს მიჭირს პასუხისგაცემა იმაზე, რა სექტორი დარჩება ამ კანონის რეგულირების ქვეშ. ზოგადად მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ არაერთი აკადემიური კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ეკონომიკის კონკრეტულ სექტორში შეინიშნება ისეთი ტენდენციები, როდესაც არის კონკურენტი ეკონომიკური აგენტების მიერ დაწესებული ფასების პარალელიზმი, ან კონკურენტული ეკონომიკური აგენტების მიერ კოორდინირებული ქმედების მცდელობა, როგორც არის მაგალითად საქართველოს შემთხვევაში საწვავის ბაზაზე ერთდროული ფასის აწევა ან დაწევა, ეს შეიძლება მიუთითებდეს კონკრეტულ სეგმენტზე ანტიკონკურენტული ქმედების არსებობაზე და ამ ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმებული ქმედების არსებობაზე. აღნიშნული ყველა შემთხვევაში საჭიროებს კონკურენციის ორგანოს მხრიდან ჩარევას. რა ფორმით? კონკურენციის ორგანოს ჩარევა გულისხმობს, რომ კონკურენციის ორგანომ უნდა მოახდინოს სეგმენტის მონიტორინგი, უნდა შეისწავლოს და გაანალიზოს, ჩაატაროს კონკრეტული კვლევა, თუ რატომ ხდება ეკონომიკური აგენტების მიერ ერთდროულად ფასის აწევა ან დაწევა. მაგალითად, ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში პლაცის ფასების დინამიკა არ კორელირებს საწვავის ფასების დინამიკასთან. კერძოდ, პლაცის ფასების ზრდა აისახება მომენტალურად ქართულ ბაზარზე, რაც იწვევს ქართულ ბაზარზე საწვავის ფასების დას, მაგრამ პლაცის ფასების დაწევა არ აისახება ადეკვატურად ქართულ ბაზარზე არსებული საწვავის ფასებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაცია, რომ აღნიშნული სეგმენტი საჭიროებს კონკურენციის ორგანოს მხრიდან ჩარევას და კონკრეტული კვლევის წარმოებას, რათა შეფასებული იქნას ამ ბაზარზე არსებული თავისუფალი კონკურენციის საფრთხის შექმნელი ქმედებების არსებობა. გარდა ამისა, მინდა შევახმიანო არსებულ გამონაკლისებს, რომელსაც ზოგადად კონკურენციის კანონმდებლობა ითვალისწინებს. საერთაშორისო გამოცდილება ითვალისწინებს პრიორიტეტულ სექტორებში გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინება ასევე, რომ ეს გამონაკლისები არ უნდა ქმნიდნენ იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტული პროდუქციის ან მომსახურების ბაზრის მიმართ საერთოდ გამოირიცხოს კონკურენცია. აღნიშნული დებულება უნდა იყოს გათვალისწინებული კანონმდებლობის დონეზე და არა კანონქვემდებარე აქტის დონეზე. ჩვენ შემთხვევაში მოქმედი კონკურენციის შემოთავაზებული თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონი აი ამ გარემოებას არ ითვალისწინებს. გასაგებია და და აუცილებლად შეგავაკეთო კომენტარით. ორი ინსტიტუტი მინდა აღნიშნო მესამე პირთან დაკავშირებით, თქვენ ლაპარაკობთ, რომ მესამე პირს შეუძლია ვთქვათ, გარკვეული საჩუვარი შეიტანოს და აღნიშნეთ, რომ ეს დადებითი მოვლენა არის. ჩვენ თვლით და მე უბრალოდ ამას ლაპარაკობ ბიზნესთან გამომდინარე ვიძახი ბიზნესს ვესაუბრეთ და ისინი თვლიან, რომ ეს არ არის არანაირად დადებითი, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, ყველას გვინდა რომ ეს სააგენტო იყოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაში, ამისათვის საჭიროა რომ იგი იყოს მართლაც თავისუფლად გზნობდეს თავს და ასე შემდეგ.
ის რომ მესამე პირს ნებისმიერ შეიძლება საშუალება ჰქონდეს რომ მიმართოს და მოითხოვოს პასუხი მით უმეტეს ქვეყანაში ძალიან ბევრი პოლიტიკური ორგანიზაციებია რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ქულების დასაწერად მზად არიან თქვა გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდები თქვენ წარმოიდგენთ ალბათ რა იქნება ნებისმიერ პარტიას შეუძლია მიმართოს მაგალითად რომ შაქრის ფასი არ მოსწონს და აქ მონოპოლია არის ნებისმიერი ადამიანი რომელსაც არ აქვს ეკონომიკური და რა პრობლემაა ამაში თუ კი სააგენტოს ექნება დადასტურებული პასუხი რომ არ არის მონოპოლია იმუშაოს სააგენტო დახარჯოს უამრავი რესურსი ეს რომ დაადგინოს რომ უნდა განიხილოს მას უფლება არ აქვს პირდაპირ პირველივე დღეს ვეუთხოს გარკვეული დროს შეიძლება გარკვეული ეტაპი არის სადაც ეუბნება რომ აქ არანაირი ეჭვის საბაბი არ არსებობს მაგრამ მაინც უნდა დახარჯოს აქ საუბარია გადამხდელების ფულზე რომელიც იხარჯება ანუ ბიუჯეტიდან იხარჯება აბსოლუტურად თქვენ წარმოიდგინეთ აი აქ ვზივართ სულ ყველა ვლაპარაკობთ შეგრძნებებზე ანუ არც ეს ციფრები არ გულაპარაკებთ ციფრებს ვლაპარაკობთ შეგრძნებებზე ანუ ვინ როგორ გზნობს თავს მაგალითად იმიტომ რომ ფასები მატულობს ეგ მონოპოლია იმიტომ რომ დეპოზიტები ბევრი მიდის იქ ეს ამიტომ ეჭვია თუნდაც ეჭვი გასაგებია რომ აქ არ ვლაპარაკობთ რომ მონოპოლისტები არიან ეჭვებზეა საუბარი ნებისმიერ ქართველს ჩვენ თუ გამოვართ იქიდან აქვს იმისი ამბიცია რომ მაგალითად შაქარს უყიდულობს და ფასი არ მოეწონა თქვას რომ აქ არის მონოპოლია არა ბოდიში მაგალითად საქართველოს მოქალაქე წავიდა სადმე სხვა ქვეყანაში სამეზობლოში მაგალითად და ნახა რომ რაღაც წამალს იქ აქვს უფრო ნაკლები ფასი და აქ აქვს უფრო მაღალი ფასი ხო ეს ჩვეულებრივად დასვა ჩვეულებრივად მოქალაქებს შეკითხვა რატომ აქვს და ამაზე მან უნდა მიიღოს პასუხი მას არა აქვს ვალდებულება რომ ციფრებით ილაპარაკოს და მოიძიოს ეს ციფრები მან უნდა მიმართოს სააგენტოს და საჩივარში უნდა დაწეროს რომ აქ არის მონოპოლისტური გარემო არა მას ვიღაცამ უნდა გასცეს პასუხი ჩვენ უფრო კარგი მოდელი გვაქვს ამისათვის შემუშავებული ეს უნდა იყოს ანუ შეარსებობს რომ ნებისმიერ მოქალაქეს რაღაც კითხვა რო დაესმება მიმართოს კონკურენციის სააგენტოს და ნებისმიერ კითხვაზე უპასუხოს. მოქალაქეს ვინ უნდა უპასუხოს თუ ის ფიქრობს რომ თქვა ფასები არ არის სამართლიანად წარადგენს შეისწავლის კონკურენციის სააგენტო. ამაზე არის ლაპარაკი. კანონმდებლობით შეესაბამება თუ არა მოთხოვნებს და მიიღოს თუ არა და დაიწყოს თუ არა ამის საფუძველზე საქმის მოკვლევა. თუ ბევრი მიმართ საქმის მოკვლევაც დაიწყოს და საქმის მოკვლევა გულისხმობს თელ რიგ რაღაცებს ანუ გასაგებია მაგრამ ბატონ გიორგი რასაც თქვენ ამბობდით რომ ანუ არ უნდა შეეძლოს ყველას მიმართოს. ანუ გიორგი ბიზნესია და ბიზნესის გასაგებია მაგრამ მე ჟურნალისტი ვარ შეიძლება დავასრულებ რა და უფრო კარგად გამოჩნდება რის თქმა მინდა. აქ საუბარია იმაზე რომ ჩვენ თავაზობდით ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ საერთაშორისო პრაქტიკებზე და იმ ქვეყანაში ასე და იმ ქვეყანაში ისეა ჩემი აზრით ევროკავშირის წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს რომ არ არის საჭირო გაკეთება კოპირება იმ კანონმდებლობის იქ როგორც არის პირდაპირ იყო გასაგებია რომ ჩვენ გვჭირდება ეს პოლიტიკურად ეკონომიკურად რომ თქვა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დაიდოს ეს პირობა აუცილებლად უნდა შესრულდეს ეს გასაგებია მაგრამ როგორც ბიზნესი ამბობს და როგორც მთავრობის წევრები ძახიან ასევე სულ ყველას პასუხისმგებლობა არის რომ ამ პირობების შესრულება არ უნდა მოხდეს ბიზნესის ხარჯზე ანუ ეს არის ცალსახა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა ან ჩემი ეს არის ნებისმიერ დამოუკიდებელი ექსპერტის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს მას შორის რომელიც ფინანსდება ევროკავშირის პროექტები დავასრულებთ ძალიან მოკლედ ყველანაირ დროს აქ საუბარი არის იმაზე რომ პირს რომელიც მაგალითად ორი კონკურენტი არის 3-ია 10-ია ერთ-ერთი აუცილებლად რომელიც თუ მონოპოლია არსებობს ერთ-ერთი თუნდაც 8-ში არის რაღაც კარტელული გარიგება ხო მე-9 ყოველ შემთხვევაში იქნება დაზარალებული ან პოტენციური ბიზნესი, რომელსაც უნდა ამის შესრულება. მხოლოდ მას უნდა ქონდეს უფლება, რომ საჩივარში ეტანოს სააგენტოს. ქაბატონი ნათია და მე რაც შეიძლება მოკლედ უნდა გითხრათ. ძალიან მნიშვნელოვანი რაც მინდა ვთქვა ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით, რაც თავიდანვე მინდოდა მეთქვა, მაგრამ საშუალება არ მომეცა. კანონ პროექტზე ევროკომისიამ მოითხოვა, რომ ჩატარებულიყო კანონ პროექტის ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. მათთან შეთანხმებით შევარჩიეთ შვედი ექსპერტები, კანონ პროექტი მთლიანად გადაიხედა, თავდაპირველ დონეზე, სანამ პარლამენტში შევიტანდით. მათი თითქმის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნა, რაზეც შეგიძლიათ დარწმუნდეთ. ევროდადეს ბოლოს დასკვნა, სადაც წერია, რომ კანონ პროექტის შესაბამისობაში არა მხოლოდ სტრატეგიასთან, კონკურენციის ყოვლისმომცველ სტრატეგიასთან, არამედ შესაბამისობაშია ევროკავშირის რეგულაციებთან. მინდა გავაკეთო კომენტარი თქვენს კითხვასთან დაკავშირებით, თუ მაგალითად მოქალაქეს არ მოეწონა რაღაც წამლის ფასი, იმიტომ რომ საზღვარგარეთ დაბალია, ხა შეუძლებელია ამ შემთხვევაში ილაპარაკო
რაიმე თქვა კონკურენციის შეზღუდვაზე თუ საზღვარგარეთ არა, ფას დაფიქსირებული მე ძალიან მარტივი რამ მაინტერესებს. თუ მეჩვენება, რომ ბენზინის ფასი არ არის სამართლიანად დადგენილი, ვინ მომცემს ამაზე პასუხს? ამ კანონის რეგულირების სფერო ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ არის ფას წარმოქმნა, იმიტომ რომ თავისუფალი საბაზრო ბაზრის პირობებში შეუძლებელია სახელმწიფომ დაადგინოს რაიმე ფასი თითოეულ პროდუქტზე, საქონელზე თუ მომსახურებაზე. სააგენტოს ჩარევის უფლება ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებობს ისეთი შეთანხმება, რაც არალეგიტიმურია და კონკურენციის შეზღუდვას იწვევს, თუმცა კოორდინირებულ ქმედებას ვერავინ ვერავის ვერ აუგრძელოს. მე ვეთანხმები ბატონ კახას გამოთქმულ მოსაზრებას, ვინაიდან მეწარმეები თავენთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ კონკურენტი ეკონომიკური აგენტების და კონკურენტების გადაწყვეტილებებს. ეს არის ჩვეულებრივი ქმედება, რომელიც გამოწვეულია ბაზრის ცვლილებებიდან გამომდინარე და ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაცია. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სააგენტო ვერ ჩაერევა, მაგრამ თუ ადგილი ექნება ისეთ კარტელულ გარიგებას, რაც არალეგიტიმურია და შესაბამისად კანონის დარღვევას იწვევს, საჩივრის ან განცხადების საფუძველზე ექნება ჩარევის უფლება. და კიდევ ერთი პრიორიტეტებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი თემა გახდა და განიხილავენ როგორც სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას. სააგენტოს დამოუკიდებლობა რას გულისხმობს? გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღების დამოუკიდებლობას. როგორც ვთქვით, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და ეს კიდევ ერთი რგოლია იმისა, რომ დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებაში გაიზარდოს და იგივე მხარების შეჯიბრებითობის პრინციპი იყოს უზრუნველყოფილი, რაც განხორციელდება ასევე სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში იქნება დაცული და კიდევ ერთი რაც არის პრიორიტეტული მიმართულებები არ გულისხმობს იმას, რომ სააგენტო თქვათ რაღაც მნიშვნელოვან ფაქტებს არ განიხილავს. ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ბერკეტი იმისა, რომ სააგენტომ ფოკუსირება გააკეთოს მართლა მნიშვნელოვან დარღვევებზე, სადაც არსებობს დაზარალებული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ არის კონკურენციის შეზღუდვა და ისეთ ეჭვებზე, მაგალითად, როგორიც არის გამოითქმა, რომ 30%-იან ფასდაკლებას აკეთებენ კომპანიები და აქ შეთანხმებას ელაპარაკე. აი ესეთ ეჭვებზე, დიახ, ასეთი ფასდაკლებებიდან და აქციებიდან მომხმარებლები იღებენ სარგებლობას და რა თქმა უნდა, თუ ჩემი კონკურენტი ეკონომიკური აგენტი გარკვეულ პრეფერენციულ პირობას თავაზობს მომხმარებელს, მეც ვცდილობ, რა თქმა უნდა, კონკურენცია ეს არის ბრძოლა უპირატესობის მოპოვების მიზნით და ესეთი ეჭვების საფუძველზე შემოსულ განცხადებებზე რო არ გადაერთოს, თქვათ, სააგენტო, სწორედ ამიტომ არის პრიორიტეტული მიმართულებები. ძალიან დიდი მადლობა, კანონ პროექტი შედის ხო უკვე ძალაში და ხო, მე ნახავთ რა როგორი იქნება. რა როგორი იქნება. ნახავთ, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას გადაცემაში სტუმრობისთვის. მე შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობდით კონკურენციის პოლიტიკაზე საქართველოში. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. მე გემშვიდობებით ერთი კვირით შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ოთხშაბათს 22 საათზე პირველ აღწევ. მადლობ ყურადღებისთვის.